გამარჯობათ. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. დინოვა შალომიძე განაგრძობს თემას. ჩიტაიშვილმა რეგიონისა და რაიონის პირველ პირებთან ერთად ქალაქის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საუბარია დოლიძის, რამიშვილის, 9 აპრილისა და მცერალის ქუჩებზე მოასფალტების სამუშაოებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქ ოზურგეთის რამოდენიმე ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, როცა ამ უბნებში საკანალიზაციო მილების გამოცვლა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები დასრულდება. გურიის გუბერნატორმა ასევე ზვანისა და ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი სახლები დაათვალიერა. სახლები, რომელთა ნაწილის გადახურვა სულ რამოდენიმე დღის წინ დასრულდა. ნაწილის კი დღესაც მიმდინარეობს. ჩიტაიშვილი მოსახლეობას გაესაუბრა. დაინტერესებული თუ რამდენად იყვნენ ადამიანები კმაყოფილი შესრულებული სამუშაოებით, გადახურვით, რომელიც ორდღიანმა კოკისმულმა წვიმება უკვე გამოსცადა. სიახლე და ხაზგასასმელი კი ის ფაქტია, რომ კერძო ფირმა, რომელიც გადახურვით სამუშაოებზე მუშაობს, მიღება ჩაბარების აქტს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობასთანაც აფორმებს. სამუშაოებს კი საგარანტიო ვადით ასრულებს. ამით ფირმა ანგარიშვალდებული არა მარტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არამედ მოსახლეობასთანაც ხდება. ფინის მობინადრეები გადახურვით სამუშაოებს თავად აკვირდებიან. შესრულებული სამუშაოს დაწუნების შემთხვევაში კი მუშახელი მათ პრეტენზიებს ითვალისწინებს. მაინტერესებდა, რამდენად ხარისხობრივად კარგად სრულდებოდა სარემონტო სამუშაოები ინფრასტრუქტურის კუთხით. თქვენ იცით, რომ 18 სახლზე კეთდება ეხლა გადახურვები, ზოგზე მთლიან, ზოგზე ნაწილობრივ. ყველაზე მთავარი რაც არის ის, რომ მიღება ჩაბარების აქტი არ გაფორმდება ისე, სანამ არ იქნება თვითონ შეყვანილი და ხელმოწერილი მოსახლეობის მიერ და დადასტურება, რომ ყველაფერი არის კარგად გაკეთებული. ამასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ მათ ექნებათ 10 წლიანი საგარანტიო ვადა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ კი რაიმე დაეზიანდება არა მექანიკურად, არამედ მშენებლობის კუთხით, ანუ ბრალეულობა თუ მშენებლობის იქნება, ისინი უფასოდ ამას გააკეთებენ. რაც ყველაზე კარგი არის, რომ რაც ვნახეთ ეხლა დავათვალიერეთ ჩვენ ეს ადგილები, თვითონ მოსახლეობა არის კმაყოფილი ამით და ეს იმას გულისხმობს, რომ ალბათ ყველაფერი კარგად არის გაკეთებული. გარკვეული წლების განმავლობაში ვიყავით ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაში, წვიმდა აბსოლუტურად ოთახებში. როგორც გამოინახა, თანხა დაგვეხმარა ეს ხალხი და გაგვიკეთეს, ძალიან კმაყოფილი ვართ, 5 იანზეა გაკეთებული. ეხლა ჩვენ ძირითადად ვესწრებოდით ამ პროცესს. მაგრამ ისე შინაურულად რო ვთქვათ, რომ საკუთარ სახლს რო გააკეთებს, კაცი აი ამ დონეზე გაგვიკეთენ და დიდი მადლიერები ვართ ყველა. აღნიშნული სამუშაოები მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ტრანსფერით ხორციელდება. ტრანსფერი 1,5 მილიონ ლარს შეადგენს და ის მრავალსართულიანი ბინების გადახურვით სამუშაოებს, გარე განათებებს, გზებისა და ხიდების და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება. სახურავების გამოცვლის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს MC გრუპი, ხოლო ქალაქში მოასფალტების სამუშაოებს ასევე ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია გზამშვენი 18 ახორციელებს. სკოლის დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარის თია თუთვერიძის ინიციატივით იურისტი გია ბეწაძე, თბილისიდან ჩამოსული 3 საჯარო სკოლის დირექტორი, ასევე ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ. თუთვერიძისა და აღნიშნული საზოგადოების სუფსაში ჩამოსვლის მიზანი რამოდენიმე კვირის წინ სახლიდან უნებართოდ გაპარული გოგონების ლია კვარაცხელიასა და ბელა შანავას, ასევე გოგონების ოჯახის წევრების მონახულება და მათთან გასაუბრება იყო. თუთვერიძეს გოგონების მათი ოჯახის წევრების ამჟამინდელი მდგომარეობა აინტერესებდა. აღსანიშნავია ის, რომ სკოლის დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე სუფსის საჯარო სკოლაში არ მისულა და პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეებს არ გასაუბრებია. დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბავშვების ამჟამინდელი სულიერად მძიმე მდგომარეობა სწორედ სკოლის ადმინისტრაციისაგან, გოგონების მისამართით გავრცელებული ცილისწამებრული ბრალდებებითა და მათ მიერ გავრცელებული სწორ ინფორმაციით არის გამოწვეული. ამ ფაქტისა და სხვა გარემოებათა გამო ლია კვარაცხელია და ბელა შანავა, ასევე მათი ოჯახის წევრები არათუ სატელევიზიო კომენტარზე, არამედ კადრების გადაღებაზეც არ დახვდავდნენ. განამტარ თუთვერიძის, გეწაძისა და სტუდენტების ჩაჭერა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრში მოგვიხდა. როკ მუსიკის მოყვარულმა გოგონებმა საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრირება სტრესული მდგომარეობიდან ადვილად გამოსვლა, რომ შეძლო ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში მათთვის ხარდასაკერი აქციის გამართვა დაგეგმეს. გოგონის ბელასა და ლიას დედაქალაქში მშობლების ნებართვით ჩაიყვანენ და სპეციალურად მათთვის
უახლოეს დღეს რომ კონცერტს ჩაატარებენ. ამ ეტაპზე კი მომხდარის გამო სკოლის დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე სასწრაფო რეაგირებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახალხო დამცველს თხოვს. გოგონებს იურიდიულ დახმარებასა და კონსულტაციას იურისტი გია გეწაძე გაუწევს. ჩვენ შევხვდით ამ ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, გამოვცხადეთ თანადგომა, იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან აბსოლუტურად რაღაც ცილისწამების და უაზრო ჭორების მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ასევე ველოდებით სახალხო დამცველს, მე როგორც იცი სწავლობენ ამ შემთხვევას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველიც გააკეთებს განცხადებებს და ასევე ექნება რეაგირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეს ბავშვები გახდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან გავრცელებული ცილისწამებლური რაღაცა ჭორების მსხვერპლი. ამ ბავშვებს ეს იარლიყი უნდა მოეხსნათ აუცილებლად. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მთლიანად სტუდენტობა მხარდაჭერას უცხადებს ამ ბავშვებს და გეგმავთ, რომ ჩავატაროთ გრანდიოზული როკ კონცერტი და მხარდაჭერა გამოვცხადოთ ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს.